დღემშვიდობისა ბატონებო და ქალბატონებო, მე მინდა დღეს გესაუბრო ძალიან საინტერესო საკითხზე, ეს არის კოლაგენი, იმიტომ რომ ძალიან პოპულარულია და რა ვიცი, ვიღარ მეკითხება ამ კოლაგენზე, არის კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ უშვებენ კოლაგენს და ყველაზე მთავარი ფაქტორი რისთვის არის საჭირო, ხო? რომ მიხვდეთ, რომ თქვენ გჭირდება თუ არა კოლაგენი და დავიწყებ აქედან. რომ კოლაგენი ჯერთი არსებობს რამდენიმე სახის, არის თქვა კოლაგენი პირველი ტიპის, მეორე, მესამე, მეხუთე, მეათე, ყველას თავისი მიმართულება აქვს მუშაობის, ამავე დროს გეტყვით, რომ კოლაგენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცილა ჩვენ ორგანიზმში, ყველა ცილების საერთო რაოდენობის 1/13 დაახლოებით 30-32% არის კოლაგენი და მისი დეფიციტი არის ძალიან ხშირად ისეთი პრობლემების ესე იგი განპირობებელი, რომ ადამიანები სულ სხვაგან ეძებენ მიზეზებს, ექიმები სულ სხვა რაღაც დიაგნოზებს ვავენ, სულ სხვა რაღაც დანიშნულებას აძლევენ და სინამდვილეში აქ პრობლემა არის კოლაგენის. დავიწყოთ იქიდან, რომ კოლაგენის, აი პირველი და მესამე ტიპის კოლაგენი, ეს არის აუცილებელი კომპონენტი ისეთი ნაწილებისა ჩვენი ორგანიზმის, როგორიც არის ხტილები, სახსრები, როგორც არის მყესები და აი ხშირად ალბათ ადამიანებს გონიათ, რომ აი თქვა ხერხემლის პრობლემები დაეწყება, ძალიან ხშირი არაბათ ხომ მეკითხებიან ხომ აი დისკოზი მაქვს, დისკოპათია მაქვს, ხერხემლის თიაქარი მაქვს. ყველა ამაში მონაწილეობს კოლაგენის დეფიციტი, ან როცა კოლაგენი დეფიციტში არის, ამ შემთხვევაში იწყება ზუსტად ამ ნაწილების დეფიციტური გარდაქმნა, ხო, განლევა. იგივე ვთქვათ, ხერხემლის თიაქრის მიზეზი რა არის, რომ მალალთაშორის დისკში არის კოლაგენის დეფიციტი. ხო, იგივე პრობლემა არის, ვთქვათ, ვისაც ჰიპერტონული დაავადებები აქვს გაურკვეველი წარმოშობის. სიზარღვების კედლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, მთავარი ფაქტორი ეს არის კოლაგენი, რომელიც აძლევს საშუალებას, რომ სიზარღვე იყოს ელასტიური და მისი დეფიციტი იწვევს სიზარღვების სიმყიფეს, რაც იწვევს თავის მხრივ ჰიპერტონულ დაავადებას, ნერვების აწევას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კოლაგენი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის თვალის ბროლშიც, რომელიც ამ ბროლს აძლევს ელასტიურობას და კოლაგენის დეფიციტი შესაბამისად იწვევს აი ამ პრობლემას. მათ შორის ეს არის მეხუთე და მეათე ტიპის კოლაგენის დეფიციტები. ამავე დროს ყველაზე მთავარი კომპონენტი, ხო, კოლაგენი ეს არის ჩვენ კანში, თმაში შემავალი ძირითადი კომპონენტი და აი დაბერების პროცესში იწყება კოლაგენის დეფიციტი, განლევა, რის გამოც იწყება ნაოჭების წარმოქმნა, იწყება სხვა პრობლემები, კანის მოდუნება, ჩამოკიდვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ბევრი თქვა თმის ცვენის მიზეზიც არის კოლაგენის დეფიციტი, მათ შორის ისევე ბიოტინის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მინდა გითხრათ, რომ კოლაგენი საერთოდ არ შედის მცენარეულ კომპონენტებში. ანუ ვეგანები, ეს არის განსაკუთრებით დიდი დარტყმის ქვეშ მყოფი ადამიანები, რომელთაც ზუსტად ეს გართულებები, რომელიც ჩამოთვალე და არა მარტო, არამედ კიდე სხვა კომპონენტებიც, ეს არის ვეგანების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. არც ერთ მცენარე არ შეიცავს პრაქტიკულად კოლაგენს, თუმცა შეიცავს იმ აუცილებელ ნივთიერებებს, რომელიც ააქტიურებს კოლაგენს, ეს არის თქვა დაუშვათ ვიტამინი C და სხვა ვიტამინები, მიკროელემენტები. ამიტომაც არის აი თქვა მთელი 25 წელი ვეკითხებოდი სტომატოლოგებს, რომ რძილებინა სისდენა მაქვს და რა არის მიზეზი თქო და ვერავინ ვერ მითხრა. ამ დროს არის ესეთი ცინგა, ხო ქართულად არ მახსოვს როგორ ქვია, რომელიც აი მეზღვაურებს ემართებათ ხოლმე C ვიტამინის დეფიციტისთვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ C ვიტამინის დეფიციტი ამავე დროს აძლიერებს კოლაგენის დეფიციტს, რომელიც მთავარი ფაქტორია ღრძილების სისხლძარღვების კედლებისა, ხო, მისი ელასტიურობის დარღვევისა. ამიტომ მარტო C ვიტამინი ხშირად ვერ ასწორებს ღრძილებიდან სისდენას და ამ დროს საჭირო არის კოლაგენის მიღება, ხო? მე აქვე გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კოლაგენი რაში არის და საიდან მიიღება, ხო? აგერ აი კომპანიას, რომელსაც აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის კოლაგენი, ეს არის სისელს აქვს, მე გეტყვით რატო? იმიტომ რომ კოლაგენი დაუშვათ ბევრს გონია, რომ თქვა მე ვიკვებები ხორცით და ამიტომ კოლაგენის დეფიციტი რატო უნდა მქონდეს. გეტყვით, რომ ხორცში ძალიან ცოტაა კოლაგენი, მაქსიმუმ 3%-მდე კაი ხარისხის თქვა ხორცში, რომელიც თქვა არის საქონლიდან, ცხრიდან, რომელიც ბალახით იკვებებოდა და არა ვთქვათ გენმოდიფიცირებული კორმით, ხო, იქაც კი მაქსიმუმ არის 3%-მდე. თუ ჩავთვლით, რომ ორგანიზმში ცილების საერთო
რაოდენობის 1/13-32-33% კოლაგენია, 1-დან 3%-მდე არსებულ ხორცში კოლაგენი, რა თქმა უნდა, თქვენ დეფიციტს ვერ შეავსებს. თუმცა, რა თქმა უნდა მიიღოთ ხორცი, ამავე დროს კოლაგენი ცოტა რაოდენობით არის ძვლის ნახარშებში, ცოტა არის კვერცხში, არის ცოტა, ვთქვათ, ქათმის კანში, კოჭის კანში, არის სხვა პროდუქტები, თევზის კანში უფრო მეტი არის. არის პროდუქტები, რომელშიც კოლაგენი ბევრია, მაგალითად, მამლის ბიბილოში, არის ქათმის ფეხებში ბოლოში არის ჭყალები სადაც აქვს, იმაში უფრო მეტია, რა თქმა უნდა, იმასაც ჩვენ არ ვიყენებთ, ამიტომაც კოლაგენის დეფიციტს განვისწრით. აი ეს არის ძალიან საინტერესო, თუ კომპანიები რისგან ამზადებენ ამ კოლაგენს და აი ეს არის ყველაზე მაღალი ხარისხის კოლაგენი, რომელშიც შედის სამივე ტიპის, პირველი, მეორე, მესამე ტიპის კოლაგენი, შედის ვიტამინი C, ვიტამინი D, ანუ ის კომპონენტები, რომელიც ამ კოლაგენს აქტიურებს, ყველაზე ბიომიღებადი ფორმით არის, ფხვნილია, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამავე დროს არის სხვა პროდუქტი, სისელის მას ქვია რენოვატორი, რომელშიც პირველი და მესამე ტიპის კოლაგენია და ამავე დროს აი ძალიან საინტერესო პროდუქტი ფორესტორი ქვია სისელის, რომელშიც შედის ის კომპონენტები, რომელიც ამ კოლაგენის წარმოქმნას, დაგროვებას და მის ეფექტურობას კიდევ უფრო ზრდის. აი მას შედის ბევრი კომპონენტი, მათ შორის აზოტის ესეთი ჟანგი, რომელიც აძლიერებს სიზარღვების კედლის ელასტიურობის გაზრდას კოლაგენთან ერთად. ამავე შედის ერლიზინი ამაში, რომელიც ასევე მონაწილეობს კოლაგენის წარმოქმნაში და ცილების მიმოცვლაში ორგანიზმში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ არაფერს არ ვიტყვი უკვე თქვათ ენკომპა-360-ზე, სპექტრამაგზე, ითერნიტზე, რომელიც ასევე მონაწილეობს ამ პროცესში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ კომპანიას აქვს ესეთი უნიკალური პროდუქტი, ეს არის კოლაგენი, პირველი, მეორე, მესამე ტიპის კოლაგენი, თავისი იმ ქართულად როგორ ქვია, გამააქტიურებელი პრეკურსორებს ქვია რუსულად, ანუ გამააქტიურებელები, რომლებიც ესე იგი კიდევ უფრო აქტიურებენ ამ კოლაგენის ათვისებას ორგანიზმის მხრივ და იწყება იმ დეფიციტური ადგილების შევსება კოლაგენით, მათ შორის თქვათ აი ხერხემლის, თქვათ დისკების, სადაც თუ უმეტეს გაქვთ თიაქარი, დისკოპათია, დისკოზი, თუ მხედველობის პრობლემა გაქვთ და თქვათ კატარაქტის დროს აი ერთ-ერთი ფაქტორი თვალის იმაში რა ქვია ბროლში აკლია ზუსტად კოლაგენი, რომელიც აი თვალის ბროლის ელასტიურობას განსაზღვრელია და აი მეხუთე მეათე ტიპის კოლაგენი ზუსტად ამ მიმართულებით მუშაობს. ვისაც აქვს კანის პრობლემები, თქვათ იგივე კანის პრობლემა, მათ შორის ვიტილიგო, ვისაც აქვს თმის სვენა, ვისაც აქვს ნაოჭები და ბევრი სხვა ფაქტორები, ნუ ძვალსახსნელოვან სისტემაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. აი ეს სამი პროდუქტი, რომელიც მინდოდა მეჩვენებინა, ზუსტად მაგისთვის არის, რომ თქვენ ეს ყველა დეფიციტი შეეცოთ. ამავე დროს რენოვატორში პირველი და მესამე ტიპის კოლაგენის გარდა არის კატის ჭყალება, რომელიც ამავე დროს იმუნურ სისტემაზე მუშაობს, ისევე როგორც ფორესტორში შედის ძალიან ბევრი კომპონენტი და იმიტომ ქვია 4 აღდგენა ფორესტორი, იმიტომ რომ გარდა ამ პროცესებისა კიდევ სხვა სამი მიმართულებით მუშაობს ფორესტორი, მათ შორის იმუნიტეტის გამაძლიერებელი, წონის კორექციისთვის და ნივთიერებათა ცვლის გამოუჯობესებელი და ბევრი სხვა ფაქტორი. ამიტომ ამას იყენებენ ჩვეულებრივი მოქალაქეები, ასევე სპორტსმენები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს მინდოდა მეთქვა კოლაგენთან დაკავშირებით, იმიტომ რომ კოლაგენი არის ერთ-ერთი მთავარი ცილა, რომელიც სამწუხაროდ საერთოდ არ შედის მცენარეულ საკვებ პროდუქტებში და შედის ცოტა რაოდენობით, თქვათ, ხორცში და ხორცის პროდუქტებში. ამიტომ მნიშვნელოვანი, რომ კოლაგენი ესეთი პოპულარული გახდა, იმიტომ რომ ხვდებით, რომ დღეს საკვებში ის პროდუქტები, რომელიც ჩვენ ყოველდღე გვჭირდება, ძალიან ცოტაა, 180 ნუტრიენტამდე გვჭირდება ყოველდღიურად და ხვდებით, რომ ამ პროდუქტებში სერიოზული დეფიციტია. ზუსტად ამის არსებობს ეს პროდუქტები, რომლითაც შეგიძლიათ ძალიან მოკლე დროში აღმოფხრათ ის პრობლემები, რომელიც თქვენ გაქვთ ხერხემლის მხრივ, ძვალსახსროვანი სისტემის მხრივ, კანის ან თმის და ასე შემდეგ. მადლობთ ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.